მიდი, ბაბუ, მიდი. ოპა, მოდი აქ. ყველა ნორმალური ადამიანი ახლა სახლშია, მე კი თბილისის ზღვაზე ვდგავარ, თავზე მაწვიმს სამოღრუბლულია და გარშემო არავინ არ არის. ბევრი იფიქრებს, რომ დღეს აქ არაფერი მოხდება, მაგრამ მე კი მგონია, რომ დღეს რაღაც განსაკუთრებულს დავიჭერ. დღეს თევზაობა კი არა, ნამდვილი ნადირობა გვექნება. მოიმზადე. თულად ჩამოვედით, მაგრამ როცა თევზაობა გინდა ადამიანს, ნუ კი იცით სხვა გზა არ არის. მიდი, ბაბუ, მიდი. ოპა. ნელა, კაია, დაბა წამოვიდა. აწი. ოპა, კაია. ეს რა არის? ნაფოტიუს. ნახე რა როჟა. ეს დათან პირველი ნაფოტა დასვა. ნახე რა როჟა, ბიჭო, ეს ხო იცი ძალიან კაი ზომაა ნაფოტასთვის. ამაზე დიდი, ერთი. გაიხსნა. გასასწრების ზღვაზე რამდენს ამოდიოდის რო ვერაფერს ვერ ვიჭერდი. ნაფოტიუს. ჩემთან ტო. ვერ მოვასწარი შეჭამა. ნახე როგორ ჩატყვებია. მოდი პაპასთან. ოპა. ესეც ჩვენი კაპარჭინიუსი, მეგობრებო. აი ესეთი ლამაზი კაპარჭინა დავიჭირეთ და ჯერ ყველაფერი წინ არის. შენს დაუჭირე და დადე, აქ ხო ციონისავით ეგრე უცებ არ მოვასწრებს. აი ამ ნაგავმატვინი წაიღო. ეყენოს რა იქნება ვერ გავიდი. შეჭვადაო. მიდი. აი ზარი, ოპა, ეგა. ისე აღარ გამოკაჩო მეტი, ეგრე წამოვიდა. სწორად დაიჭირე ხოლმე ანკეს, წინ ქონდეს მიშველი, აი ეგრე. ცოტა აუწიე წვერი. აი გარი ასწორ. მოდი. აცი ცოტა. არა, ოპა, კაილეშა. მოდი. ამოაგრე. აკეთ. ვა, რა კარგი ზომაა, შეხედე ბიჭო. ვა, გაწყვიტა. ვა, შენ გინაცოლე. აი ლეშა ძმა. მაგარი გოჟა. ვა, ძალიან მაგარია, საღო ძმა. აი ესეთი ლამაზი კარგი ზომის კაპარჭინა დაიჭირა და თამ შვენიერი ზომა. ამაზე დიდებია ბიჭო. ეხა იგივე წერტილში ჩავაგდოთ, ვაფშე მაგარი იქნება. მოდი აქ. ეს კაპარჭინო შენთან. საულ ნახე რა კაი ზომა. მაგარი ზომა. ესეც ჩვენი ნაფოტიუსი და მე მგონი მეორე ანკესეც დათას ანკეზეც რაღაცა ზის. ნაფოტიუსიც დავსვით. სამწუხაროდ წვიმს, მაგრამ ნამდვილ მეთევზეს ეს არ აშინებს და ვაგრძელებთ თევზაობას. რაც შეეხება მონტაჟებს, თევზი დავიჭირეთ თეთრ ჭიაზე, 1 მეტრიან სადავე ძუაზე. პატარა ნემსკავზე რა თქმა უნდა. ჭია იყო ჩამოცმული მხოლოდ 2 ცალი. რაც შეეხება დასაკვებს, გამოვიყენე კანაფის, ვანილის და ბისკვიტის არომატები. ასევე დავამატე ტკბილი სიმინდი და სიმინდის წვენი. ოპა, მოდი აქ, ბიჭო, იქ კი არ წახვიდე მეთქი აქ მოდი აქ. ოპა. ავსვით? ეგ არის. რა კარგად იბრძვის ბიჭო. კაპარჭინა. ესეც ჩვენი მორიგი კაპარჭინა. რა კაპარჭინა ბიჭო. ეს თევზი უკვე მეორეჯერ დავიჭირეთ დღეს. არა, ნაფოტა აშკარად არ არის. კრასნაპიორკას გავს, მაგრამ ეგეთი წითელი ფარფლები არ აქვს. კარგი ზომის თევზი დავიჭირეთ კვლავ. უბრალოდ ვიბნევი უკვე და ვეღარ ვანსხოვებ ნაფოტას
ვინბასგან, არ ვიცი ზუსტად რა თევზია. ეს ახლა რომ ნაფოტაა დამეთანხმებით. ცოტა წითელი ფარფლები ურევია და ცოტა წითელი თვალი. ეს ნაფოტაა, უეჭვი. და ეს მოზრდილ ნაფოტას იწააგავს, მაგრამ რაღაცნაირია და ვინც იცით, აუცილებლად დაწევეთ კომენტარებში რა ჯიშის თევზია აი ეს. კარგი ზომის თევზი. ნაფოტა არ არის. მართლა დავიდეთ. კობრისებრთა ჯიში როა, ნუ მივმართავ თბილისის მერიას, რომ ერთხელ და სამუდამოდ იქნებ მოგვარდეს ეს პრობლემა. ძალიან მადლობელი დაგრჩებით. მოგვიგვარეთ, ძალიან გთხოვთ. ყოველ წელს ერთი და იგივე ეს პოლიეთილინის პარკები და ნაგავი მოდის აი ამ არხიდან, რაც ძალიან სამწუხაროა. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ შევინარჩუნოთ სისუფთავე, მივსცეთ რჩევა ახალგაზრდებს, რომ არ დაანაგვიანონ გარემო და ნუ მაინც აზრი არ აქვს. ვალაგებთ, წმინდავთ. მაგრამ მოდიხარ მეორე დღეს, მოდიხარ შემდეგ სეზონზე და მაინც ერთი და იგივე პრობლემა გვხდება. ამიტომ ძალიან დიდი თხოვნა მაქვს, გადააზიაროთ ეს ვიდეო, იქნებ ნახოს იმ ხალხმა, ვინ საჭიროა და დაგვეხმაროს, დაგვიდგეს გვერდში და მოგვიგვაროს ეს პრობლემა. ძალიან დიდი მადლობა და თხოვნა მექნება გააზიაროთ აუცილებლად. მეგობრებო, დააკომენტარეთ აუცილებლად, ვის რა გაქვთ რეკორდი, რას იწონიდა თქვენი რეკორდული თევზი და რა ჯიშის იყო. ჩემი რეკორდია 6 კილოიანი კობრი, ეგრეთ წოდებული საზანი. ეს იყო სარკისებრი კობრი, რომლის ვიდეო შეგიძლიათ ნახოთ ჩემს YouTube არხზე. აი ზომა, ძალიან კარგი ზომა. ბიჭო, შეხედე რა შეხედე. რა კარგი ზომა. ოპა, საღოთ. ოპა, რა ხი, რა კაი ზომა. ბიჭო, რა ხი, შეხედე. დაიწყე და გამოაცხადე. ოპა, გაწყვი კაცი. შენ გენაცო, ნახე რა ბომბურა კარასია. ჩემი დიდოს ფიცო. ესეთი კარასი ბოლოს რა ვიცი, არ გახარია? არ დამიჭერია. ესეც ჩვენი დღევანდელი მონსტრიკები. ერთი კარჩხანა დავიჭირეთ ძალიან დიდი ზომის, აიღო თეთრი ჭია და მეორე დავიჭირეთ ეგრეთ წოდებული ლეშა, ქართულად რო ვთქვათ, კაპარჭინი. ძალიან მაგარი ზომა არის ორივე. და ესეთი წვიმიანი ამინდი გვაქვს და ვისაც გონია რომ ესეთ ამინდში თევზი არ იჭირება, ესეც ფაქტი. თევზჭერა გამოგვივიდა. ვებერთელა კაპარჭინა, კაპარჭინიუს, კარჩხანიუსი. ჩვენი კარჩხანა ძალიან დიდი და სქელია. შეხედეთ რა მსისქეა, ბიჭო, რა მაგარია. ძალიან მაგრად იბრძოდა, მინდა გითხრათ ამ მოყვანის დროს. ჩვენი კარჩხანიუსი, ეს უეჭველი ვიცი რომ ნაფოტაა და შეცდომაში რაც შეგიყვანთ, ნაფოტა. კიდევ ერთი ნაფოტა. ესეც მეორე ნაფოტა. რაც კადრში ვერ მოხვდა, ეხლა გაჩვენებთ. მესამე ნაფოტა. პატარა კაპარჭინა, რასაც გაუშვებს და აი ეს არ ვიცი ნამდვილად რა არის და არ მინდა შეცდომაში შეგიყვანოთ. ნაფოტა ვთქვი, მაგრამ ნაფოტა მე მგონი არ არის. ვინც უკეთ ერკვევით აუცილებლად დაწერეთ კომენტარებში რა თევზია ეს. ნაფოტაა მაშინ მაგარი ზომა, თუ არა და არ ვიცი. ამას კიდე კუდი აქვს მოჭმული, წავარაუდოთ მტაცებელს გაექცა. ესეთი ნადავლი გამოგვივიდა დღეს, რასაც აუცილებლად დავაბრუნებთ წყალში. ესეც ჩვენი ვიდეოს დასასრული. მადლობა ყველას, აუცილებლად გამოიწერეთ არხი და დატოვეთ კომენტარი. წარმატებული თევზჭერა ყველას. დავაი. მიდი, შენ გენაცოლე. მიდი, არ გაჩერდე ეხლა და მოცურება არ ჩამირთო. მიდი, კარგი ხარ. საღოთ. ბიჭო, აბარა. ამას ხო ცალკე ექსტრიმია, ბიჭო, კიდე ზემოთ.